მანგლისის ცენტრში დიდი შენობა დგას. ეზო კიდევ უფრო დიდია. ამ დიდ ეზოში 21 სექტემბერს უამრავი ხალხი ირეოდა. დიდები და პატარები მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ეზოში დადგმულ სახელდახელო სცენაზე მუსიკოსები გამოსვლისათვის ემზადებოდნენ. შენობაში კი სულ სხვაგვარი სივრცეები ელოდათ სტუმრებს. აქ ყველასთვის აღმოჩნდა საფიქრალი და სახალისოდ საკეთებელი. ყველაფერ ამას ახლა ლიდერთა აკადემია საბადო ჰქვია. ეს სივრცე დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით გაიხსნა მანგლისში. მისი მესვეურების ჩანაფიქრით ეს განსაკუთრებული აკადემიური და დასასვენებელი სივრცე იქნება. დღეს შეიძლება ითქვას აუსრულდა ოცნება იმ პატარა ბავშვს, რომელიც აქ შევიდა პირველ კლასში, მე ამ სკოლაში ვსწავლობდი და პირველ კლასში აქ შევედი, რომ ვოცნობობდი, რომ სკოლა ყოფილიყო ძალიან კარგი, თანამედროვე. დღეს ეს განხორციელდა, დღეს არის საბადო გაიხსნა ის სივრცე, სადაც შეიძლება ადამიანმა იოცნებოს ახალგაზრდებმა და განახორციელონ თავისი ოცნებები. ახალგაზრდა როცა ხარ, ხო, ბოლომდე ვერ იაზრებ, რამხელა ეს სამყარო, შენი როლს რა გინდა გამოხვიდე, ხო? და ზუსტად ეს საბადო მოგეხმარება ამ გზა გასაყარზე, როცა ხარ, მოგეხმარება შენ ჩამოყალიბებაში, შენი აზრების სწორ გზაზე დაყენებაში და საბოლოო წარმატებისკენ მიგიყვანს ეს საბადო. წარმატების მიღწევაში დასახმარებლად ლიდერობის აკადემიას 20 სხვადასხვა კურსი აქვს. კამპუსში ბევრი საინტერესო ადგილია, მათ შორის საკლასო, სათამაშო, მოსასვენებელი თუ სავარჯიშო სივრცე. აქვეა ობსერვატორია და თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხე, მოკლედ ყველაფერი ის, რაც მნიშვნელოვანია ერთდროულად, არაფორმალური განათლების მისაღებად და დასასვენებლად. დღეს ხშირად ისმის შეკითხვა, რამდენად ყოფნის მომავალ თაობას ტრადიციული განათლების მეთოდები. რამდენად ესადაგება განათლების ახლანდელი სტანდარტები თანამედროვე მოთხოვნებს. ამაზე ფიქრით შეიქმნა სწორედ საბადოს აკადემია. სივრცე, სადაც არაფორმალური განათლების ყველა წახნაგი უნდა გამოჩნდეს. სწავლა და გამოცდილება ამ ორი საწყისის შერწყმა. სულ სხვაგვარ სწავლებას თავაზობს ახალგაზრდებს. რაღაც, რაც შეიძლება გაარღვიო, რაღაც, რაც შენი ხელით შეგიძლია გააკეთო. რაღაც, რაც ვერ დაეტევა ჩვეულებრივ საკლასო ოთახში. ამგვარი გამოცდილების მიღებას სთავაზობენ საბადოს მესვეურები მომავალ თაობას. მთავარი მიზანი არის ალბათ ის, რაც ზოგადად განათლების და აკადემიური სივრცის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, ეს არის პასუხისმგებლიანი ეთიკური მოქალაქეების აღზრდა. შესაბამისად, საბადომ იპოვა თავისი ნიშა უფრო არაფორმალური განათლების მიმართულებით. ჩვენი სტუმრები ძირითადად არიან ხოლმე 14-18 წლის ახალგაზრდები, თუმცა არა მხოლოდ. ბევრ სხვადასხვა ორგანიზაციასაც მასპინძლობთ, არა მხოლოდ მოსწავლეებს, უფროსებისთვისაც გვაქვს ჩვენი პროგრამა. ახლა სემესტრი იწყება და მოსწავლეებს და ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ბევრი სხვა საქმეც აქვს, ამიტომ პარასკევი შაბათი კვირის კურსებს თავაზობთ, როდესაც შევედით მობრძანდნენ, დაისვენონ, გაერთონ, ძალიან კარგი სპორტული ინფრასტრუქტურა გვაქვს, ძალიან კარგი აკადემიური ინფრასტრუქტურა გვაქვს, გვაქვს ჩვენი საკუთარი კინოთეატრი, ქვემოთ თუ ჩაბრძანდებით ნახავთ სამაგიდო თამაშების მთელ სართულს, მთელ სივრცეს, ამიტომ საბადოში შეიძლება ადამიანი ერთი კვირა დარჩეს, ბევრი საინტერესო რაღაც ისწავლოს, საინტერესო ლექტორებს, სპიკერებს და სტუმრებს შეხვდეს, კარგად დაესვენოს, გაერთოს და ბევრი მეგობარიც იპოვოს. საბადოს კონცეფცია და სათქმელი ასეთია. მოდი ისწავლე და თან გაერთე. ძალდატანება აქ არ იქნება. საზეპიროების ნაცვლად აქ ამბებს მოგიყვებიან და შენს აზრსაც მოისმენენ. საინტერესო ხალხი მოვა, რომ მნიშვნელოვან ამბებზე გელაპარაკოს და ახალგაზრდების მთელი გუნდი დახვდება ამ საუბარს განსახილველად. ხოდა რა უნდა განიხილონ ახალგაზრდებმა? როგორ გადმოსცენ ამბები საინტერესოდ, როგორ გამოხატონ თავიანთი სათქმელი საჯარო გამოსვლისას. თავისუფლად გამოთქვან აზრი, დაფიქრდნენ ეკონომიკურ პრობლემებზე და გაარკვიონ რა არის ნამდვილი შემოქმედება. ლიდერობის აკადემია ოფიციალურად ახლახან გაიხსნა, თუმცა მოსწავლეებს მანამდეც ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ აკადემიის კურსი გაევლოთ. პირველად საბადოს ლიდერობის აკადემიის შესახებ გავიგე ჩემი სკოლიდან, რა თქმა უნდა. იყო ასე ვთქვათ პიარი, შემოიტანეს ფლაიერები, სხვა პროგრამების გაცნობა ხდებოდა და მე და ჩემი მეგობრები, რა თქმა უნდა, დავინტერესდით ერთ-ერთი პროგრამით და გავიარეთ მაისში, ასე ვთქვათ, კურსი. იმ დღეს მანგლისში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი შედგა. დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდსა და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს შორის შეთანხმება გაფორმდა. დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი 2018 წელს კომპანია სილქნეტმა ქართველი გმირების მხარდაჭერისთვის დააარსა. მნიშვნელოვანი ჯერ პირველ რიგში რომ ვთქვათ, იმიტომ არის, რომ აქ ჩამოდიან
მეტნაკლებად ის ბავშვები, ის ახალგაზრდები, ის მოსწავლეები, რომლებიც ასე ვთქვათ, არიან უკვე სწავლის და რაღაცა კონცენტრირებული აი ამ ჯგუფის გარშემო, რომლებსაც უფრო მეტი თითქოს და საშუალება აქვთ ცხოვრებისეულად დღევანდელ დღეს სწავლის და განათლების მიღების. და მაშინ როცა ჩვენი მეომრები, ვინც თავისი სიცოცხლე, ვინც თავისი ოჯახების კეთილდღეობა და ნერვები საქართველოსთვის გაწირა, როცა მათ შვილებს ექნებათ ამ ბავშვებთან კომუნიკაციის საშუალება, როცა ამ სოფლის ბავშვებს ექნებათ ამ ყველა ერთმანეთთან როცა ბავშვებს ექნებათ კომუნიკაციის საშუალება, რაც დღევანდელ დღეს ძალიან პრობლემურია. ალბათ ყველა დამეთანხმებით, იმიტომ რომ რაღაც ჩაკეტილი დრო მოვიდა, როცა ყველანი არიან თავის ტელეფონებში. ბავშვები მით უმეტეს და მიმაჩნია, რომ როდესაც ჩვენ ამ კავშირებს ვამყარებთ და როდესაც ჩვენ ვეხმარებით დაჭრილი მეომრების ოჯახებს და ამ შემთხვევაში ბეჟუაშვილების მიერ დათოს და გელას მიერ გაჟღერდა ეს და მათი სურვილი, რათა ეს მოხდეს ერთმანეთთან ამ ფონდთან დაკავშირება და ამ დაჭრილი მეომრების შვილების აქ მოყვანა, ეს მიმაჩნია, რომ ჩვენი არა რომელიმე კონკრეტულად ჯგუფისთვის, არამედ ქართული საქმისთვის არის პირველ რიგში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან, რომელთანაც განათლების ფონდი უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს და შევიდა შეთანხმება იმის შესახებ, რომ ამ ფონდის ბენეფიციარები, ანუ მებრძოლთა ოჯახის წევრები, მათი შვილები, საბადოს კურსებს, პროგრამებს თანამონაწილეები იქნებიან საბადო უმასპინძლებს და ჩვენთვის დიდი პატივია ეს ფასეულობითი დახვედრა მათთან ერთად და ვიხარია, რომ ამ ერთი დიდი საქმის თანამონაწილეები შეიძლება ვიყოთ. ამასობაში აკადემიის ეზოში საკმაოდ ბევრი ხალხი მოგროვდა. ისმოდა კლასიკური მუსიკის ხმები. კამპუსის ეზოში კი გემრიელად წახემსებაც იყო შესაძლებელი. გვაქვს შესანიშნავი STEM ლაბორატორიები და ობსერვატორია და დღეს მთელ მსოფლიოში ტენდენცია არის სწორედ ისეთი, რომ ბავშვობის ასაკიდან ერთვებიან დიდ სამეცნიერო, მათ შორის NASA-ს, ევროკავშირის დიდ პროექტებში და ამ სივრცესაც აქვს ამისი პოტენციალი, რომ რა ვიცი, იქნება ეს კავკასიის ბიომრავალფეროვნება, სიცოცხლის ბარკოდირება თუ ასტროფიზიკური კვლევები, რომელიც ამ ქვეყანაში საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით დიდი საერთაშორისო კონსორციუმების მიზნად, აი ამ ყველაფერში ჩართონდეს მოსწავლეები. დღეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიციული სივრცე გადააკეთეს აი ასეთ ინტერაქტიულ სივრცეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ მეტ და მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას ექნება ამ ყველაფერზე წვდომა. აქ ამ სივრცეში მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი საინტერესო მოვლენები. ლიდერთა აკადემიის საბადოს მესვეურები ამბობენ, რომ მათი საბოლოო მიზანი სწორედ ის არის, რომ მანგლისის კამპუსში ინტელექტუალური მიზიდულობის ცენტრი შეიქმნეს. ცენტრი, სადაც ყოველთვის ყველას ენდომება მისვლა და ყოველთვის იპოვნის მისთვის საინტერესო ამბავს.